პრინციპში აი გადმოტანილი არის კალკასავით არის რა, რომ იგივე ხალხი, რომელიც ესე ვთქვათ, იერუსალიმში რო შევიდა უფალი და რომ ესალმებოდნენ და ოსანა რო უყუროდნენ, ზუსტად იგივე ხალხმა აცვა ჯვარს ერთი კვირის მერე, ეგრე არის ხო? დიდება უფალს. ეს ყველაფერი ხო გავლილი ეს არ არის ახალი არაფერი. კი, სხვათა შორის აი იგივე ხალხი, აი ვინც აი ნეოშვილო ღმერთმა დაგლოცოს და ღმერთმა გამოგზავნა შენი თავი, იგივე ხალხი მაგინებდა და აი საინტერესო ის არის, რომ რის მერე მოხდა ეს, რომ აი რით დავიმსახურე ამდენი შეურაცხყოფა რომ გეუბნები რომ ღმერთს უყარხარ ყველაზე მეტად. ანუ ამას გეუბნები, ანუ იდეაში ამას ჩემი თქმა არ ჭირდება, ეს თავად ქრისტემ განაცხადა, მე ვარ ამ შემთხვევაში შეტყობინების მომტანი, რაც უფალმა თქვა, იმას გადავწ. ღმერთს უყარხარ, აი ისე შეიყვარა ღმერთმა კაცობრიობა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძერათა ყოველი მისი მორწმუნე, ვინც ირწმუნებს მას, არ წარწმეს, არამედ ქონდეს საუკუნო სიცოცხლე. ხო არ უთქვას, ყოველი ვინც ირწმუნებს და იმარხულებს, ყოველი ვინც ირწმუნებს და მერე კაი ტიპი იქნება. ყოველი, ანუ ჩვენ უძლურები ვართ, აი მთელი ჩვენი სიხარული, სახარების ის არის, რომ აი ჩვენი უძლურების და მიუხედავად უფალს ყველაზე მეტად უყარვართ და აი გაგვამართლა რა, გამართლა. და ასევე იონე წერს, რომ ღვთისძის მორწმუნეებმა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. აი ბიბლიაში წერია სიტყვას იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო, ანუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გვაჩუქეს. აი როცა ეუბნები ადამიანს, რომ აი უფალმა გაჩუქა, ყველაზე მეტად უყარხარ, გადარჩენილი ხარ თუ ირწმუნებ, გადარჩები, უფალი ამბობს, ჩემი მორწმუნე სამსჯავროს არ წარუდგება, როგორ გვანუგეშებს ეს ეხლა წარმოიდგინე, ჩვენ რო სამსჯავროს წარუდგებდა თითოეული ჩვენი ცოდვის გამო, რომ უფალმა განხსოვს, საშინელება დაგვემართება და უფალი ამ ჩემი მორწმუნე არ განიკითხება, ამაზე დიდი სიხარული რა, ურწმუნო ახლა განკითხული და რატო არ განიკითხება ჩემი მორწმუნე, ამას მარტივი ახსნა. ყველა ცოდვა იტვირთა იესომ. აი იესომ თუ ყველა ჩემი ცოდვა იტვირთა, რამდენი ცოდვა მრჩება საბოლოოდ, როცა გარდავიცვალე? არც ერთი ხო უფალმა იტვირთა, ეს არის სახარების სიხარული. როცა ამას ვეუბნები ადამიანს, რომ აი უფალს უყარხარ და უცებ ცუდი არ უნდა, ანუ ეს ჩემთვის აი რაღაცა დაუჯერებელია, რომ აი ადამიანი აი სიხარულს არის, აი უადოპატიმრებს ახლა რა უთხრა, რომ აი თავისუფლები ხართ, აი გამოდი და რო არ გამოვიდნენ უცებ რაღაცა, აი ჟანგბაც რომ მუქთაც უნთქავ და არ მინდა მე უნდა დავიმსახურო რომ ვის უნთქვა, აი რაღაცა მსგავსი უცნაურის ხმას გასაკვირი არ არის, რა თქმა უნდა. ეს პირველ საუკუნეში ზუსტად და მე ამას კი უფრო მეტი დრო დაუთმოთ, რა თქმა უნდა, უფლის გარშემო რა ხდებოდა. ზუსტად ეს ხდებოდა, რომ აი ეს რელიგიური ადამიანები, ვისაც თავი მართალი გონია, ვერ იღებს უფალს და ამიტომ იესო ამბობს. მე მართალთა სახმელად მოსული არა ვარ. რატო? აი ხო საინტერესო პირველ დრო კითხულობდი ვერ გავიგე, უფალო რატო მართლები არ გინდა, მართალი მე მივხვდი რომ მართალი თუნდაც არავინ არ ყოფილა, ამას გულისხმობს უფალი და ვისაც თავი მართალი გონია, მე ვერ გამიცნობს უფალი ამბობს, იმიტომ რომ ჭეშმარიტება მე ვარ, იესო ამბობს. შენ თუ თავი მართალი გონია, სიცრუეში ხარ. აი შენ პირველ რიგში აი მონანიება, მეტანოია ამას ნიშნავს, აი როცა გაიგებ რომ მართალი არ ხარ და გადამჩენელი გჭირდება, მანდ ვარ მე. ანუ ერთი წამი არ დააყოვნებს მანდ უფალი, ეს თავად უფლის საჩუქარია, ხო რწმენა. ასე რომ ისინი სიცრუეში იყვნენ და ბოლომდე დარჩნენ და მათი შინი სიცრუეში დარჩენის იმდენად შორს მიდის, რომ რომელმა ჯარისკაცებმა რო თქვეს, რომ აი ნათელი იხილდეს რაღაცა, ვინც თავად დამთავრებმა დაიქირებს, ფული მისცეს, რომ არ თქვათ, ანუ იმდენად შორს წავ იმის მაგივრად, რომ აი ხო არის, რომ უფალი ყველაფერს პატიოს, რომ იმის მოკალით, იესო მოკალით და აღდგა თუ ერთი მოგვიკლავს და იმის მაგივრად, რომ რაღაცა უფალ შეგვიწყალია შენი, რა მაგის მაგრამ ბოლომდე მიყვებიან ამ სიცრუეს, ასე რომ გასაკვირი რა თქმა უნდა არაფერი არ არის, აი ძალიან ბევრი ადამიანი დაბრკოლდა, რომ რატო განძღავინო და არაფერი გასაკვირია პირიქით დიდება უფალს, იესო გვეუბნება ასეთ სიტყვებს, რომ მე თუ მდევნიდნენ, შენს დაგიწყებენ დევნას. იმიტომ რომ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყარებოდა თავისიანები, მაგრამ რადგან არ ხართ ქვეყნისანი და მე გამოგარჩიეთ, ამიტომაც ზულ ხართ ქვეყანას და ეს ადამიანებს გონიათ რაღაც აბსტრაქტული ნათქვამია და ეხება მარტო მოციქულს. არა, ეს აბსოლუტურად ყველა ქრისტიანს შეეხება, სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ინსტანცია, აუცილებლად ესე, ასე რომ დიდება უფალს პირიქით ბრადლობდა, მე ეს არანაირ პრობლემას არ მიქმნის, თავარია ადამიანებამდე სახარების სიხარული მივიტანო და თუ ვინმე ადამიანს სახარების სიხარულს დაუმალავს, კიდე ეს სასულიერო პირი იყოს, ვინც არ უნდა იყოს, მე აუცილებლად ვიტყვი და ერთ რამესაც ვიტყვი, რომ მინდა რომ აი ხალხი დაფიქრდეს, აი მე ზოგადად არ მიყვარს სასიქადულო არავის არაფერი არ გვაქვს, მოციქული გამორიცხავს და ერთი რაღაც მინდა ვთქვა. აი ამდენი ხალხი ხო, აი ამდენი მხარდა ნეოშვილო ღმერთმა დაგლოცოს და გულში ხარ და ასე იგივე ხალხი ხო არის, ვინც მანწავს. აი ეს რომ დომებოდა ხო ადამიანური პატივი და დიდება,
ხო, აი, გავჩერდები, არაფერს არ ვიტყვი, ხო, ჭკვიანურად ხმას არ ამოვიღებ და ისევ შევინარჩუნებ ამ ყველაფერს და პატივში დადიებაში ვიქნები და აი არ მინდა, მართლა აი არაფრად მიმაჩნია ყველაფერი უფლის სახელის გამო, იმიტომ რომ მან გამათავისუფლა, მაშინ მაგ ბედნიერება, სხვა ვერაფერი ვერ ვამშვებს, კაია, ცუდად არ გამიგო, რა თქმა უნდა, კარგია, რომ პატივს გსცემენ და გაქებენ და მშვენიერი ხა ვინ უარყოფს ამას, მაგრამ არ მინდა, ანუ მირჩევნია ყველაფერზე უარი ვთქვა და სიმართლე ვილაპარაკო, ვიდრე პირიქით, ასე რომ დიდება უფალს.